მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ, გაგეთნობით, მე ვარ კატო. გილოცავთ ყველა სიყვარულის დღეს, თუმცა ყველა დღე სიყვარულის არის. მინდა გითხრათ, რომ მაქვს აქცია სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, ესე რომ ვთქვათ. დღეს ხვალდაზე, ანუ 14, 15 და 16 თებერვალს შეგიძლიათ თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობებთან მიმართებაში გაერკვიოთ ადამიანის გრძნობებში, ქმედებაში, რა გეგმები აქვს და ამის ყველაფრის ღირებულება არის 30 ლარი და ხდება ვიდეო ქოლით თქვენთვის განკუთვნილია 9 საათი, ხო? 9 საათში თქვენ რა კითხვებიც გექნებათ, შეძლებთ რომ მიიღოთ პასუხები. მე კი გავაკეთებ გაცლას. ნახოთ, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ და რას მალავს პარტნიორი თქვენგან. ნახოთ აბა, ვინ მოვიდა სასაუბროდ. ადამიანი, რომელიც რაღაც ახალ შეცნობებს აკეთებს, ხო? რაღაცა თითქოს ახლებურად იწყებს თავისი ცხოვრების დაალაგება, შეიძლება ითქვას, რაღაცა ახალი, თქვათ, სამსახურებრივი კუთხით ცდილობს დააწყოს სიტუაცია. ადამიანი, რომელიც ძალიან ემოციური არის, თბილი არის, ხო? რაღაცა აქვს გამოხატულების საშუალებაც იმის, რომ თქვენც მოგაწოდოთ რაღაცა ინფორმაცია, როგორი თქვათ მოსწონხართ, როგორ გრძნობს თავს, ხო? ანუ ადამიანი, თუმცა ეს ადამიანი ხა რაღაცომაც მაინც არის ნახეთ თავის თავთან რაღაცა პატარ-პატარა ჭიდილებთან დაკავშირებით, მოდით ნახოთ რასთან დაკავშირებით. ნუ უფრო მატერიალური კუთხით. ნახეთ, ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანი შეიძლება რაღაცა სამსახურებრივი კუთხით იყოს ცოტა ესეთ გაურკვევლობებში, გაუგებრობებში და სჭირდებოდეს რაღაცა ცვლილებებთან დაკავშირებით, ხო? რაღაც ახალი ეტაპების წამოწყება, ხო? და ისედაც ეს ადამიანი თავიდან პირველივე ენერგიებში რაღაც ახალი შეცნობის მდგომარეობაში არის. ახალი ემოციების, ახალი ენერგიების. კი ბატონო, ძირითადი მისი მდგომარეობა და მისი ემოციებიც ამ ეტაპზე თითქოს დამოკიდებული არის მატერიალურთან დაკავშირებით, როგორ მოაგვაროს თავისი პრობლემები, როგორ მოაგვაროს თავის სამსახურებრივი სიტუაციები და რა არის მისთვის უკეთესი, ხო? რაღაცა ძირითადი გადამისამართება თავისი გონების, ემოციების და ქმედებების არის მატერიალური მხარე. კარგით, ნახოთ, მოდით აბა რა სიტუაციაა ახლა თქვენთან ამ ეტაპზე. იცით რა არის, ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ აქ არის დასრულებული ურთიერთობა ან რაღაცა მსგავსი მომენტი. აქ არის ურთიერთობა, სადაც აშკარად არის აქტიური მდგომარეობა, ანუ თქვენ ხართ კომუნიკაციაში, თქვენ ხართ ურთიერთობაში, თქვენ ხართ რაღაცა ახალი შეცნობების, ახალი ემოციების მდგომარეობაში, მაგრამ ნახეთ აქ როგორი სიტუაცია. ეს არის ურთიერთობა, რომელშიც არ ვართ გარკვეულები ბოლომდე ამ ადამიანის, თქვათ, ჩვენს მიმართ გრძნობებში, ხო? რაღაცა აი ეს მომენტი არის. არ ვართ გარკვეული რაღაცნაირად იმ სიტუაციაში, საით მიდის ჩვენი ურთიერთობა, ხო? თქვათ, ან ხართ თანამშრომლები, მაგრამ თანამშრომლებზე უკვე მეტი ხართ, ხო? რაღაცა სიტუაციაში ხართ მეგობრები, რომ და ნუ უკვე მეგობრობაზე მეტი არის, ხო? რაღაც მეტი მესაიდუმლოება არის, მეტი ურთიერთობა არის, მეტი დაპატიჟება არის, მეტი კომუნიკაცია არის, მეტი მიმოწერა არის, ხო? აი აქ რაღაცა არის ურთიერთობა, რომელიც არის ეხლა ამ ეტაპზე აქტიური, მაგრამ არ ვიცით რა ქვია ამ ურთიერთობას, ხო? არ ვიცით რა სახელი ქვია. მეგობრობა, თანამშრომლობა, შეყვარებული თუ ნუ რა ქვია, ხო, ამ სიტუაციას. ნუ ნახოთ აბა. მოდით ესე ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში, აბა, მაშინ რახან ესეთი რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ფიქრობს იმას, რომ ძალიან კარგად ავსებთ ამ ადამიანს. ნახეთ, თქვენი გამოჩენის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის ენერგიებში ძალიან კარგი ემოციური სისავსე მიიღეთ, ხო? თუ რაღაცა მიიღო
ნახეთ, მიიღო უბრალოდ. რაღაცნაირად დააბალანსეთ ამ ადამიანის მდგომარეობა. თითქოს რაღაცა სირთულეებიდან გამოიყვანეთ. ნახეთ, თუ ეს ადამიანი ფიქრობდა, რომ რაღაც ურთიერთობები ცოტა მეორე ფლანგზეა გადასატანა, ეტყობა კიდევაც მის ენერგიებს, რომ ძირითადი გადამისამართება მაინც სამუშაოზე და მატერიალიზმზე არის და აქედან გამომდინარე თითქოს რაღაცა მიეცით იმისი შეგრძნება თქვენ, რომ შეიძლება იყოს ყველაფერი დაძლეული ხო? თუ რაღაცა პატარა პრობლემები ექნებოდა, თუ რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, ეს სულიერი მდგომარეობა იქნებოდა რჩევის სახით, რაღაც ინფორმაციის სახით, ხო? თქვენ აშკარად ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ შეგიძლიათ იყოთ ამ ადამიანისთვის შანსი, რომელიც დააძლევინებს და ამ ადამიანის ცხოვრებას რაღაცა სხვა ტალღაზე, სხვა ეტაპზე შემოატრიალებს, ხო? რაღაცნაირად თითქოს შეიძლება ითქვას, რომ კარმულათაც კი გამოშვით ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო, რაღაც იმდენად აღარ ფიქრობდა რაღაც ურთიერთობასთან მიმართებაში არაფერზე, აღარ ფიქრობდა იმას, რომ შეიძლება და მინიმუმ კარგი დამოკიდებულება მიიღოს, სწორი ინფორმაცია მიიღოს, სწორი რჩევა მიეღო ამ ადამიანს, ხო, რაღაც, მაგრამ თქვენ აშკარად ამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა ცეცხლი შეიტანეთ, რითაც გაალღვეთ, ხო, ამ ადამიანის ემოციები, გაალღვეთ ამ ადამიანის გონება, სხვა რაკურსით დაანახეთ სიტუაციები, სხვა რაკურსით დაანახეთ თავის ცხოვრება, რომ არაფერი ხელჩაქნეული არ უნდა იყო, ხო, რაღაც პირიქით უნდა იბრძოლოთ, უნდა სამუშაოს მდგომარეობაში რაღაც უნდა შეცვალო, რაღაც ახალი პროექტები წამოიწყოთ, უნდა სამსახური ახლა სადაც სტაბილურად ხარ 30 წელიწადი და არც ხელფასი გეზდება და არც პიროვნულად იზრდები, ნუ უნდა დაანებო თავი და რაღაცა სხვა იპოვო, ხო? ნუ რაღაც თქვენ აშკარად შეძელით ამ ადამიანისთვის მიგეცათ რაღაც რესურსი, რომელიც აღმოჩენად შეიძლება ითქვას, რომ აი თურმე არსებობს ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანისთვის სიკეთეს იმეტებენ, ხო, რაღაცას სწორ მიმართულებას აძლევენ, სწორ გეგმებს ასახვინებენ, ხო, თუნდაც რაღაც. ამ ადამიანისთვის ხართ, ნუ ესეთ იმპერატრიცა, ხო, იმპერატრიცა ახლა შეიძლება ვიღაცა დაოჯახებულიც იყოს და გიყურებდეს როგორც დაოჯახებული და რა ბედნიერია ვის ოჯახშიც ეს არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მარტო ეს არ არის, ეს არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია დადებითი ენერგიების გაცემა. მას უკვე გავლილი აქვს ცხოვრება, მას უკვე გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც ადამიანურ მორალურ ზრდასთან არის დაკავშირებული, ხო? ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის როგორი რთულია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი, ხო? იცის და აფასებს კარგსაც და ცუდსაც, ხო? ბნელს და ნათელს, ანუ კარგად ახერხებს, კარგი ინტუიცია აქვს ძალიან, კარგად იცის როდის როგორ უნდა მოიქცეს, ხო? როგორ უნდა მიუდგეს სიტუაციას, მდგომარეობას, კარგი ანალიზის უნარი აქვს, ხო? ეს ადამიანი კარგ რჩევებსაც იძლევა, ხო? ანუ მას აქვს იმის მდგომარეობა, ნუ პენტაკლების დედოფალიც. ნახეთ, ეს რას ფიქრობ თქვენთან მართებაში, ნუ თქვენ ხართ ნამდვილად აი დაბალანსებული ენერგიების, დაბალანსებული ემოციების, შეიძლება ითქვას, რომ აი თქვენთან საუბრის დროს იმდენად მშვიდად საუბრობთ, რომ ადამიანი დაძაბულიც კი არის, რომ აი გისმინოთ რას ამბობს, რომ ის ინფორმაცია მიიღოს, ან შეიძლება ისეთ თემებსაც ხსნით და ისეთ თემებსაც საუბრობთ, რომელიც აი შეიძლება ითქვას, რომ აი რანაირად შეუძლია, ხო, აი რაღაც ამ საკითხიდან უცებ მეორე საკითხის ესე გაშლა, ესე გახსნა, თუ ყველაფერი როგორ შეუძლია იცოდეს, ხო, რაღაც ნუ თქვენთან მართებაში აშკარად ამ ადამიანის ფიქრები არის ძალიან დადებითი, იმიტომ რომ თქვენგან ეს ადამიანი რეალურად ძალიან დიდ რესურს იღებს, ძალიან საინტერესო ხართ ამ ადამიანისთვის, ძალიან ესეთი სწორი მიდგომებიც გაქვთ ყველაფერთან მიმართებაში და ნახეთ, ვიტყოდი, რომ შეიძლება აღფრთოვანებული არის, რომ ნუ თუ შეიძლება ადამიანი იყოს ესეთი რაღაცა გაანალიზებს ესეთი მაღალი დონე კონდეს, ხო? არის კიდე ის მომენტიც, რომ ხანდახან შეიძლება თქვენც ეკამათებოდეს და გქონდეთ რაღაც ესეთი მდგომარეობა, როდესაც ცოტა გაკვირვებული სტარჩეს. ნახეთ, გაკვირვებული მხრივ, რომ აი
არჩევანისგან შეაყენებთ თქო არა ნახეთ იმდენად ყველაფერს უხსნით და უღეჭავთ ამ ადამიანს ესე ვიტყოდი რომ ნუ რაც მისთვის არის უკეთესი თვითონ აირჩიეს ხო რაღაც არაძალადობრივი დამოკიდებულებები გაქვთ ამ ადამიანს თქვენთან ნამდვილად უნდა ურთიერთობა თუნდაც შეხვედრები თუნდაც საუბრები თუნდაც რაღაცა ემოციები რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ადამიანთვის მოდით ნახოთ ახლა რას მალავს ეს ადამიანი რას გიმალავთ ეს ადამიანება ნახეთ ხა ეს არის საჯარო გაშლა და ცოტა რთულია თქმა რომ აი კონკრეტულად ეს ადამიანი გიმალავთ იმას რომ ყავს ოჯახი და ასე შემდეგ ხო თუმცა ნახეთ ესე კეთოთ იქნება ადამიანებთან მიმართებაში სიტუაცია როდესაც ნამდვილად შეიძლება იყოს ეს ოჯახური მდგომარეობა იყოს რაღაცა ურთიერთობა სადაც ამ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობები მდგომარეობა რომელიც ესე მარტივად შესაძლებელი არ არის მარტივად რაღაცა დასათმობი არ არის და ასე შემდეგ თუმცა ნახეთ მე უფრო რატომღაც მაინც მომდის ის მდგომარეობა რომ შეიძლება ამ ადამიანს რაცა ცოტა გამოცდილებაც ქონდა რაღაც ურთიერთობის რომელმაც თქვათ დაუტოვა რაღაცა დაღი იმასთან მიმართებაში რომ აი რაღაც ესე ვერ წარმოუდგენია რო არსებობთ თქვენაერი ადამიანი ხო მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის კიდევ ყველაზე მეტად რაც მომდის ეს არის მისი ხასიათი არ ვიცი რა ხშირად თუ ამბობ ხოლმე რომ მე მყავს სხვა რაკურსი ვცდილობ ხოლმე, მაგრამ ნუ სხვა რაკურს ვკითხო. აი ამ ეტაპზე მიუხედავად ისა რომ ისეთი არკანით ამოდის რომ რას გიმალავთ და პირდაპირ რაღაცა დაოჯახებული ადამიანის არკანი ამოდის, ვიტყვი რომ ეს ყველასთვის არ არის ნამდვილად დაოჯახებული მდგომარეობა და სადღაც ვიღაცა ურთიერთობას არ მალავს. აქ უფრო არის მისი ხასიათის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის პირველობის მოყვარული, როდესაც ადამიანს უნდა რომ დაამტკიცოს, რომ არის ყველაფრისთვის მზად და ის იმსახურებს რაღაცებს. ცოტა ეჭვიანის მომენტებიც აქვს ცით ამ ადამიანს, რაღაცა იმპულსური ადამიანია, შეიძლება ის თავის იმპულსებს ძალიან კარგად ცდილობს და დაფაროს და დამალოს, მაგრამ მაინც რაღაც მომენტში არის ის მომენტი, რომ ძალიან იმპულსურია. აი ამ იმპულსების მდგომარეობა არის, იცით როგორი მომენტი, რომ აი შეიძლება უცბად აფეთქდეს, შეიძლება უცბად რაღაცა შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ ნახეთ ეს იმპულსები ძალიან იშვიათად მოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში. ნახეთ, იშვიათად, მაგრამ ძალიან მძაფრად. თუმცა აი უფრო მეტად ცდილობს რომ იყოს ჩაკეტილი მდგომარეობაში ხვდებით გარდა იმისა რომ აი არ მისცეს ადამიანებს საშუალება იმის რომ მის წითელ ხაზებში გადავიდეს მის რაღაცა მდგომარეობაში შეეხოს მის სულს შეეხოს ხო რაღაცა მის გონებას ძალიან ისეთი დაპორტენ მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი რომ თავი გაჩვენოთ რომ ძალიან ისეთი თბილი არის ძალიან ისეთი დაბალანსებული არის ხო რაღაც მარტივი ადამიანია, მაგრამ არ არის მარტივი ადამიანი. მისი ხასიათები არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობით. ის მალავს თქვენთან რაღაც მის სირთულეებს, მის ანუ არ გიშვებთ ბოლომდე ხვდებით, ანუ არ გიხსნით ბოლომდე კარგს, სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებებს, სანამ არ მიიღებს იმ მდგომარეობას, რომ თქვა თქვენთან ურთიერთობა უნდა ხო, ან რაღაცა სხვა ეტაპზე უნდა რომ გადაიყვანოს. რას გიმალავთ ეს ადამიანი? გიმალავთ თავის მდგომარეობას, თავის სიტუაციებს. ანუ ნახეთ თითქოს რაღაც მომენტში იმიტომაც ხართ გაურკვევლობაში რომ არ იცით რა ეტაპია თქვენს ურთიერთობაში რომ ეს ადამიანი რაღაცა ეძებს
სხვა რაკურსით თავისი ცხოვრების დალაგებას. ხო, ეს ადამიანი ეძებს სხვა მდგომარეობით. მას აქვს ძალიან დიდი შიშები. შეიძლება ეს შიშები იყოს, ხო, თქვათ რაღაცა როგორც ოჯახური ურთიერთობის, ასევე თქვათ პარტნიორული ურთიერთობის. ხო, ამ ადამიანს აქვს იმისი შიში, რომ აღიაროს, რომ თქვათ შეიძლება შეუყვარდეთ, შეიძლება ბედნიერი იყოს თქვენთან, ხო, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე გახსნას თავისი ემოციები თქვენს მიმართ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რაც არ უნდა ძალიან ესეთი ვაჟკაცური, ხო, თუ აი როგორ დავარქვა, ცოტა ესეთი პრინციპული, აი ისეთი ადამიანი წარმოგიდგეთ, ხო, აი რაღაც ამ ადამიანს ყველაფერი შეუულია, გულის სიღრმეში ძალიან გულჩვილი, ძალიან ფრთხილი, ძალიან მშიშარა და სულ ცდილობს, რომ თავისი მდგომარეობა და შეინახოს, თავისი იმპულსები შეინახოს. აი ხო გეუბნებით, ძალიან იმპულსურია, მაგრამ უკვენასწავლი აქვს, როგორ უნდა დააბალანსოს ეს იმპულსები, როგორ უნდა შეიძლება ეს საკომპრიმენტაც უკვე მისეთ ასაკშია, რომ დროა იმისი, რომ ცოტა სხვანაირად მიუდგეს ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე, აი მალავს იმას, რომ ანუ არ შეგეშინდეთ ამ ადამიანის, თქვათ, რაღაცა ხასიათიდან გამომდინარე, ხო, არ შეგეშინდეთ ამ ადამიანის რაღაცა ქმედებიდან გამომდინარე, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ თქვენთან არც ბოლომდე მიგიშვათ მის სივრცეში და არც რაღაცა ძალიან დისტანცირებული იყოს, ხო, თქვენთან მიმართებაში. ну, რაღაცა ცდილობს, რომ დაიჭიროს ის ბალანსი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანისთვის და რომელიც არის რაღაცნაირად მნიშვნელოვანი თქვენი ურთიერთობისთვის. მოდით აბა ვნახოთ, რამე გეგმა თუ აქვს თქვენთან მიმართებაში. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ შეიძლება კიდევაც თავიდან გითხარით, რომ შეიძლება ვიღაცებისთვის იყოს დაოჯახებული ადამიანის გეგმასთან მიმართებაში, ნახეთ, ჯერ არანაირი გეგმები არ აქვს. ჯერ უნდა რომ დაასრულოს თავისი ემოციური მდგომარეობები, თავისი სიტუაციები, რომელიც თქვათ, შექმნილი აქვს მანამდე თავის სულიერ მდგომარეობაში და მოძებნოს გამოსავალი, როგორ გამოვიდეს და როგორ გადახარშოს და გადაანალიზოს ის ტკივილები, რომელიც თქვათ მიძინებული ყავდა. შეიძლება რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს გაუახლდა, უბრალოდ მიძინებული ქონდა და როდესაც დროის ფაქტორით ქონდა მიძინებული სიტუაციები და ეხლა რაღაცნაირად გაუახლდა, თქვათ, მისი გამოცდილებები, ანუ შედარებას, ნახეთ, ყოველთვის ხდება ესე და უმეტეს შემთხვევაში ესეა ხოლმე ქალებთანაც და კაცებთანაც ვაღიაროთ, რომ წინა ურთიერთობასთან ვაკეთებთ ხოლმე რაღაცა მომენტში პარალელებს, თუ ძალიან ესეთი მართლა საერთოდ გადავიწყოთ რაღაც საერთოდ ისეთ სასწაული არ აქვს იმ ადამიანის ნაკეთები, რომ ნუ აი ყველანაირად ამოგდებული ყავთ გულიდან, თავიდან და ხო რაღაცა ეს მომენტი. მაგრამ მაინც რაღაც მომენტში ყოველთვის წინა გამოცდილებასთან მიმართებაში ყოველთვის ხდება ხოლმე, რომ რაღაც პატარა პარალელების მდგომარეობა. აი ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პარალელების მდგომარეობა შეიძლება უკვე გაატარა და ცოტა ხა აქვს ეს ემოციური მდგომარეობა, რომ გადალახოს, ანუ ის თურმე დროს ქონდა ჩაკეტილი და ხა რო ამოტივტივდა, რომ ემოციები შეიძლება სხვანაირად წავიდეს, ცდილობს, რომ აი ამ სიტუაციიდან თვითონვე გამოვიდეს, დაასრულოს თავისი ემოციები, თავისი ტკივილები და მიიღოს, ხო, თქვენთან მერე თქვათ ურთიერთობის მდგომარეობა. ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილება აქვს? არანაირი გადაწყვეტილება არა, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანმა მაქსიმალურად ეცადოს, რომ გამოერკვიოს, რომ ეს ურთიერთობა არ იყოს ისევ მიჯაჭვულობის მდგომარეობა, არ იყოს ის რაღაცა ილუზიური მდგომარეობა. ნახეთ, ეს ადამიანი, ამ ადამიანის გეგმები თქვენთან მიმართებაში უფრო არის ის მომენტი, როდესაც მე მინდა, რომ გამოვერკვიო ყველაფერში, მე მინდა, რომ იყოს სამართლიანი ჩემ თავთანაც და შენთანაც, მე მინდა, რომ ჩემი გამოცდილებებიდან, ჩემი წინა ცხოვრების, თქვათ, სანამ გაგიცნობდათ მანამდე ურთიერთობის მდგომარეობაში, თუ კი რაიმე ტკივილი ქონდა, თუ კი რაიმე პრობლემა ქონდა, თუ კი რაიმე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებას მოითხოვს იმისას, რომ
შეიცვალოს, ხო? შეცვალოს, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და მერე უკვე თქვათ შეიძლება რომ დაფიქრდეს, ხო? ანუ ჯერჯერობით აქ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს თქვენი ურთიერთობის შესწავლა. იმიტომაც არის ის მომენტი, რომ არ ხართ ჯერ ჩამოყალიბებული, საით მიყავს ურთიერთობა, ხო? საბოლოო ჯამში სად მიდის, ანუ არც მეგობრები ხართ, აღარც მეგობრები ხართ, არ შეყვარებულები ხართ, ხო? სადღაც შუაში ხართ, თქვათ, არც თანამშრომლები და რაღაცა, ანუ ნახეთ, ჯერჯერობით ამ ადამიანის ქმედება თქვენს მიმართ არის ის, რომ შეისწავლოს კარგად თქვენთან ურთიერთობა. მისთვის რა არის? ეს ხომ არ არის მიჯაჭვულობა, ეს ხომ არ არის ილუზია, ეს ხომ არ არის რაღაცა ემოციას ავყევით სიტუაცია, ეს ხომ არ არის ის მომენტი, როდესაც გვინდა რაღაცა ტკივილებისგან განთავისუფლდეთ, რაღაცა ურთიერთობებიდან გამოვიდეთ და ახალი ურთიერთობა ზოგს სჭირდება იმისთვის, რომ ძველი დაივიწყოს, ხო? არის ესეთი სიტუაციებიც. ანუ აქ არის თქვენი და მისი ურთიერთობის შესწავლა, შეცნობა, თქვენი შეცნობაც, რამდენად ხართ ამ ადამიანისთვის ის ემოციები მართლაც ნამდვილად ის არის თუ არა, რომელსაც ხედავს თქვენში, ხო? რომელსაც აძლევთ თქვენ და რომელსაც უხსნით თქვენ, ხო? ანუ ეს ადამიანი ამ ეტაპზე არის აი ამ სიტუაციაში და რაღაცა პერიოდის განმავლობაში გეგმებიც არის ესეთი, რომ კიდევ უფრო კარგად გაიცნოს და შეიცნოს თქვენთან ურთიერთობის მდგომარეობა. მოკლედ ესეთია დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და იმედია, რომ მალე გაერკვევა ეს ადამიანი. წარმატებები.